გამარჯობა, მე ნათია კობერიძე ვარ და ვთ საქართველოს ნიუსის გუნდთან ერთად პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრიდან მოგესალმებით. რუსოფობია როგორც ქართული ოცნების ახალი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი. ვიხსენებთ გიორგი ანწუხელიძეს და 2008 წლის ომის მძიმე დღეებს და ბელარუსის პროტესტის 6 წლისთავი. გიამბობთ ვარშავიდან ჩვენი გუნდი. ქართულ ოცნებას ახალი პროპაგანდისტული სამიზნე აქვს, ეგრეთ წოდებული რუსოფობია საზოგადოებაში. ხელისუფლება საჯარო გამოსვლებში ცდილობს ქართულ საზოგადოებაში ოკუპაციით მოტივირებული ანტიკრემლისტური განწყობა რუსოფობიად მონათლოს და უცხო ძალების მიერ თავისმოხეულ პოლიტიკურ ინსტრუმენტად წარმოაჩინოს. ახალი პროპაგანდისტული კამპანიის მიხედვით ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საზოგადოებრივი თუ კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსეთის აგრესიული პოლიტიკით გაღიზიანებას არა 2008 წლიდან, არამედ მხოლოდ უკრაინის ომის დაწყებიდან გამოხატავენ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ გააგრძელა წინა დღეებში ქართული ოცნების ლიდერების გახმოვანებული შეფასებები და თავის სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა. გლობალური ომის პარტიას რუსეთთან დაპირისპირებაში ევროპის ჩასართავად დღეს მიმდინარე ომის მასშტაბი სჭირდებოდა, რაც თავის მხრივ აღნიშნული იდეის ხარდაჭერის მობილიზაციისთვის კონკრეტულ საზოგადოებებში, განსაკუთრებით კი საქართველოში ანტირუსული განწყობების გაღვივების აუცილებლობას აჩენდა. ამის გასაანალიზებლად Deep State-ის აღნიშნულ გეგმაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რატომ შეიძლება ქონოდა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მდებარეობისა და ისტორიული კონტექსტის გააზრებაც კმარა, წერს კირცხალია. პირველი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, პროპაგანდისტული ხაზი როგორ მუშაობს ქართული ოცნების და პროპაგანდისტული ხაზში ყოველთვის ჩანს, რაც გეგმავს ქართული ოცნება. ეს სულ ასე ხდებოდა წლების მანძილზე და ვინაიდან დღეს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვუყურებთ ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან გაჟღერებულ ნარატივს, რომ რუსოფობია არის ცუდი, ზუსტად იგივე ნარატივს, რასაც პუტინი იმეორებს, ანუ ერთ-ერთი ემთხვევა და ამავდროულად ვუყურებთ ტროლების ფაბრიკების გააქტიურებას წინააღმდეგობაში მყოფი ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე რუსოფობებს ეძახიან. ეს არის აჩვენებს იმას, რომ მოსამზადებელი ეტაპია თითქოს იმ პროცესის, რაც ქართულმა ოცნებამ დიდი ხნის წინ დაიწყო, უბრალოდ ამის აღსრულება მას ჯერჯერობით არ გამოსდის, იმიტომ რომ წინააღმდეგობა საზოგადოებაში არსებობს და ვერ გააჩერა ვერც პროტესტი, ვერ გააჩერა ვერც ოპოზიციური ლიდერები, ვერ გააჩერა ვერავინ. ამიტომ ეტაპობრივად ახლა ცდილობს ქართული ოცნება საზოგადოება გადაიყვანოს ახალ რელსზე და ეს რელსი იქნება, როგორც ჩანს, აი ამ ტროლების ფაბრიკების ნარატივის გამოძიებიდან, რომ რუსეთთან ურთიერთობები აღდგეს, ეგრეთ წოდებული დალაგება დაიწყოს, დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს, რუსეთი უფრო ცხადად და ღიად შემოვიდეს საქართველოში, რომელიც ფაქტობრივად ისედაც არსებობს. ყველანაირი კვლევა, ყველანაირი გამოძიება იმას ადასტურებს, მათ შორის სანქციებიც, რომ საქართველოს ოცნება ეხმარება რუსეთის ომის მანქანას, ანუ პუტინს ეხმარება სანქციებს თავი აარიდოს. მაგრამ ამისი ღია დეკლარირებულად გაცხადება ჯერ არ მომხდარა ის, რომ საქართველოს რუსეთის გავლენის ნაწილია და არა ევროპის და დასავლეთის ზოგადად. ამიტომ ლოგიკური გაგრძელებაც, რასაც ითხოვს, არის ახლა ის, რომ ქართულმა ოცნებამ ეს რაღაც ფორმით უნდა დაარეგულიროს და გამოაცხადოს. გააკეთოს ის, რაც 2024 წელს უნდოდა და უბრალოდ არ გამოუვიდა. გააუქმოს სრულად ევროკავშირის ინტეგრაციის პროცესი, ანუ თავისივე ნარატივით შეცვალოს და ჩაანაცვლოს ახალი ნარატივით რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, ტერიტორიების დაბრუნება, ოკუპირებული ტერიტორიების, რომელიც ცხადია დაბრუნება ვერ იქნება. ეს არის მთლიანად საქართველოს გადაცემა რუსეთისთვის და ამ ფორმით საქართველოს გაერთიანებაზე საუბარი. მანამდე კი საქართველოს ხელისუფლებამ აგვისტოს ომის წლისთავზე საფუძველი მისცა ოს სეპარატისტებს ქართული მხარის აგრესიის მტკიცებულება დაენახა. 8 და 9 აგვისტოს განცხადებებმა, რომლებშიც 2008 წლის ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობას ოცნება კვლავ ნაციონალურ მოძრაობას და მიხეილ სააკაშვილს აკისრებს, სეპარატისტების მხრიდან მკაფიო რეაქცია გამოიწვია. საკმაოდ ნათელია, რომ დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის. სახელმწიფოს მეთაურის რანგში მას ჰქონდა მანდატი ესაუბრა საქართველოს სახელმწიფოს სახელით. გაეცა კრიმინალური ბრძანებები და განეხორციელებინა ანტიოსური და ანტიაფხაზური პოლიტიკა. წერია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობის მიმართვაში. იგივე ძალის არგუმენტად გამოიყენა ქართული ოცნების განცხადებები ომის დაწყებაზე 2008 წელს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა და საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უარმმყოფელმა დიმიტრი მედვედევმა.
9 აგვისტო სავარაუდოდ გიორგი ანწუხელიძის მკვლელობის დღეა. 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გმირი ამ დღეს ტყვედ ჩაუვარდა მტერს და მას შემდეგ მასთან კავშირი შეწყდა. მეოთხე ქვეითი ბრიგადის უფროსი სერჟანტი ცხინვალში მძიმე წამების შემდეგ მოკლეს. ტყვეობის ამსახურმა ვიდეო კადრებმა, რომლებშიც იგი დამცირების მიუხედავად მტერს არ ემორჩილება, ანწუხელიძე ეროვნული ღირსების და გმირობის სიმბოლოდ აქცია. გმირის ცხედრის გადმოსვენება მხოლოდ აგვისტოს ომიდან 1 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. აგვისტოს ომის ცხელი დღეები, რომლებმაც საქართველოს და მსოფლიოს ისტორია შეცვალა. 8 აგვისტოს ქართული მხარის მცდელობას დაეცვა მასირებული ცეცხლის ქვეშ მოქცეული ქართული სოფლები რუსეთის ფედერაციამ ძლავრი სამხედრო აგრესიით უპასუხა. როგორ იქცა შეფარული რუსული აგრესია 5 დღიან ომად, ვიხსენებთ ბრძოლას, რომელიც დღესაც არ დასრულებულა. 8-ში დილიდან ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ რუსებმა დაიწყეს შემოსვლა, რუსის ჯარი ყოველთვის იდგა ოღონდ იდგნენ როგორც სამშობლოები და ამას პირველ შემოდიოდნენ როგორც ცალკეული მოხალისეები, მაგრამ უკვე 8-ში ვიცით, რომ ლოკის გვირაბის კონტროლი რუსებმა აიღეს თავის თავზე და ვიცით, რომ დასრულდა რა ეს კავკაზ 2008 მანევრები, ის ჯარი იქნან არასოდეს არსად და ელოდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდეს. 8 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალის რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ხელისუფლების განმარტებით მიზანი იყო რუსეთის რეგულარული ძალების შემოსვლის შეჩერება და იმ პოზიციების განეიტრალება, საიდანაც ქართული სოფლები და პოზიციები იბომბებოდა. ქართულმა ძალებმა ცხინვალის მიმართულებით რამდენიმე სოფელზე კონტროლი დაამყარეს და ქალაქის მიმართულებით წინსვლა დაიწყეს. თუმცა როკის გვირაბისა და ძალისგზის გავლით საქართველოში რუსეთის 58 არმიის ნაწილები შემოვიდნენ. რუსული ჯავშან-ტექნიკის მასობრივი შემოსვლის ფონზე ქართულმა ძალებმა ცხინვალის ცენტრი დატოვეს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მოქმედებები ფართომასშტაბიან აგრესიად შეაფასა და სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სამწუხაროდ სანამ ჩვენი ჯარები მიაღწევდნენ, უკვე 8-ში დილიდან გაივსო ხეობა, დიდი ლიახვის ხეობა, რუსულ ჯავშან-ტექნიკით. რაღაცა დროს რუსებს უფრო მეტი თითქმის იმდენი ჯავშან-ტექნიკა ყავდათ ხეობაში, რამდენიც ჩვენ სულ ჯარისკაცი. და უკვე ცხადი გახდა, რომ წინსვლას ჩვენ ვერ შევძლებთ. ხეობაში მდებარე სოფლების დიდი ლიახვის სოფლების დაცვასაც ვერ შევძლებთ, იმიტომ რომ ჯარი პირდაპირ მოადგა ამ სოფლებს. და 8-ში და 9-ში პირველი მცდელობა იყო ის, რომ რაღაცნაირად ცხინვალის და ნიკოსთან მაინც შეგვიკავებინა რუსული ჯარები. 9 აგვისტოს რუსეთმა სამხედრო ოპერაცია გააფართოვა. საქართველოში დამატებითი სახმელეთო და საჰაერო სადესანტო ძალები შემოვიდნენ, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით კოდორის ხეობის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. ცხინვალის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც ქართულმა ძალებმა ქალაქიდან უკან დაიხიეს და ახალი თავდაცვითი ხაზების ორგანიზება დაიწყეს. პარალელურად რუსული ავიაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს ბომბავდა, ხოლო მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდებოდა. რუსულმა საზღვაო ძალებმა ფოთის მიმართულებით ბლოკადა დაიწყეს. საქართველოს პარლამენტმა 15 დღიანი საომარი მდგომარეობა დაამტკიცა. საერთაშორისო თანამეგობრობა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისგან მოუწოდებდა. ქართული მხარე მკაფიოდ აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის თანხმობას. რუსული მხარე კი სტრატეგიული ბუნდოვანებას ინარჩუნებს და სამხედრო ესკალაციას აგრძელებს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პირველი რუსეთი ცდილობდა ეს ყოველთვის რუსულ აგრესიას თან ახლავს, რომ შექმნას საინფორმაციო ბუნდოვნება და პოლიტიკური ბუნდოვნება. ეს რაღაც ურთიერთწინააღმდეგობრივ გზავნილებს ავრცელებდა, ერთი მხრივ ამბობდა, რომ ეს არ არის რაღაცა მნიშვნელოვანი სამხედრო მოქმედებები, თითქოს მეორე მხრივ როგორც ყოველთვის აკეთებს ესეთი აგრესორები, სხვა შორის იგივე იყო დამახასიათებელი ჰიტლერული გერმანიისთვისაც, რომ ყოველთვის მსხვერპლზე გადაქონდა პასუხისმგებლობა და ბრალი, ყოველ შემთხვევაში ბრალის ნაწილი მაინც. 10 აგვისტოს რუსეთმა შეტევა კიდევ უფრო გააძლიერა. როკის გვირაბიდან საქართველოში უწყვეტად შემოდიოდა სამხედრო ტექნიკა და დამატებითი ძალები, ხოლო აფხაზეთის მიმართულება სრულფასოვან სამხედრო ფრონტად ჩამოყალიბდა.
რუსულმა ავიაციამ დარტყმები განახორციელა ვაზიანის ბაზაზე, თბილისის საავიაციო ქარხანაზე, კოდორის ხეობასა და სხვა სტრატეგიულ ობიექტებზე. ქართული ძალები ცხინვალის მიმართულებიდან ეტაპობრივად გამოჰყავდათ, რათა მათი სრული განადგურება აეცილებინათ და ქვეყნის შიდა მიმართულებებზე თავდაცვა გადაეჯგუფებინათ. ამ დღეებში რუსულმა ავიაციამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა დაიწყო. ქართულმა მეზენიტებმა 2 რუსული ბომბდაშენი ჩამოაგდეს, მაგრამ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მალე ამოიწურა. ეთქვა ბევრი სცენა იყო, როცა რუსები ატყავენ კორპუსებს გორში, ამის უბრალოდ გავგებას ამიზნეებს. რატო ბომბავდნენ კორპუსებს? ის დღესაც არანაირი სამხედრო ობიექტი არ იყო, იმიტომ რომ ჩვენი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში ძალიან მაღალ დაფრინავდნენ და ვერ ეტყავდნენ ვერაფერს. როგორც კი რაკეტები გამოევლია უკრაინელების მიერ მოცემული ბუკების, რუსებმა ნახეს, რომ დაუსჯელად შეუძლიათ იბატონონ ცაზე, ამის მერე ვითარება მკვეთრად გაუარესდა, იმიტომ რომ როცა ცა დაუცველია, ჯავშან ტექნიკაში ყოფნა არის ის, რომ ფაქტობრივად ხარ მოძრავი სამიზნე და არანაირი აზრი არა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი მედიის დიდი ნაწილი მოვლენებს აქტიურად და ფართოდ აშუქებდა. გაშუქების პირველ დღეებში ხშირად ჭარბობდა კონფლიქტის ორი მხარის დაპირისპირების ჩარჩო. მოგვიანებით რუსეთის მასშტაბური სამხედრო ჩარევისა და საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრის ფონზე არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ მკაფიოდ გამოაცხადა რუსეთის სამხედრო აგრესიის მასშტაბი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. მე მახსოვს უკვე 8 რიცხვში, 9 რიცხვში ვაშინგტონ პოსტის პირველი გვერდი, სარედაქციო სტატიები, მახსოვს ძირითადი ტელეკომპანიები, მათ შორის განსაკუთრებით CNN-ი, რომელმაც პირდაპირ დაიწყო ძალიან მკაფიო გაშუქება. მინდა ერთი ნიუანსიც თქვა, რომ ისინი არც არ ეყრდნობოდნენ სრულად თავიანთი მოსკოვის კორესპონდენტის ინფორმაციებს, იმიტომ რომ ისინიც ინფორმაციულ გარკვეულ ბუშტში იყვნენ ჩამწყდეულები და ამიტომ მათ ადგილზე ჩამოვიდნენ, უკვე საქართველოს ჩამოვიდნენ ბევრი ამ საინფორმაციო საშუალებების კორესპონდენტები და ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მე მახსოვს, რომ 9 რიცხვიდან უკვე ყველანაირი ესე ვთქვათ ეჭვის გარეშე ძალიან მკაფიო გზავნილი იყო რა ხდებოდა საქართველოში. აგვისტოს ომის ქრონიკები შეგიძლიათ ნახოთ ვტ საქართველოს ნიუსის Facebook-ზე და YouTube-ზე. გამოიწერეთ ჩვენი სოციალური პლატფორმები, სადაც მალე აგვისტოს ომის დროს საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოსული ევროპელი პირველი პირების ინტერვიუებიც გამოქვეყნდება. იმის თქმა, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს, არასწორია. ომი რუსებმა დაიწყეს, როდესაც სამხრეთ ოსეთში პროქსი ძალების მეშვეობით ქართულ სოფლებს შეუტიეს. ასე ეხმაურება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დენიელ ფრიდი ირაკლი კობახიძის განცხადებებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს. ჩვენი პარტნიორი Independence Avenue Media აგვისტოს ომის 18 წლისთან დაკავშირებით ჯორჯ ბუშ უმცროსის და ბარაკ ობამას ადმინისტრაციების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს შეხვდა. ორივე ადმინისტრაციის წარმომადგენლები თანაბრად აღიარებენ შეცდომებს, რომელიც მაშინ დასავლეთმა დაუშვა. სუსტი პასუხი რუსეთის აგრესიაზე და გადატვირთვის პოლიტიკა. დეტალებით ვაშინგტონიდან Independent Avenue Media-ს აღმასრულებელი დირექტორი ქართლო შარაშეინძე გვერდდება. ირაკლი კობახიძის განცხადებები აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა გაამართლოს საკუთარ ქვეყანაში მტრის შეჭრა ოპოზიციასთან შიდა პოლიტიკური დაპირისპირების გამო. ასე აფასებს პრემიერ კობახიძის განცხადებებს დენ ფრიდი, რომელიც 2008 წლის ომის დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. დენ ფრიდი ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო და ზუსტად ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, მას იმპერიის აღდგენის სურვილი ამოძრავებდა. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა ოპოზიციასთან შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას მისცეს საშუალება, იქამდე მიიყვანოს, რომ საკუთარ ქვეყანაში აგრესიული მტრული ძალის შეჭრა გაამართლოს. ეს აჩვენებს, რამდენად შეუძლია პოლიტიკურ მიკერძოებას რეალობის დამახინჯება. რუსეთი შეიჭრა საქართველოში, საქართველო რუსეთში არ შეჭრილა. წერტილი.
იმის თქმა, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს, არასწორია. ომი რუსებმა დაიწყეს, როდესაც სამხრეთ ოსეთში მათი პროქსი ძალების მეშვეობით ქართულ სოფლებს შეუტიეს. სააკაშვილი რუსეთში არ შეჭრილა, მას რუსეთის საზღვარი არ გადაუკვეთავს. შეგიძლიათ გააკრიტიკოთ მისი გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთში შესვლის შესახებ. მეც გამიკრიტიკებია, მაგრამ რუსეთისთვის საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების არანაირი მიზეზი არ არსებობდა. გარდა იმპერიის აღდგენის სურვილისა, სწორედ ეს სურს პუტინს. სრულიად მკაფიოდ უნდა ითქვას, რუსეთს იმპერიის აღდგენა სურს და მან საქართველოს წინააღმდეგ ომი იმპერიის აღსადგენად დაიწყო. მან უკრაინის წინააღმდეგაც ომი იმპერიის აღსადგენად დაიწყო. ამის გაგება რთული არ არის. ომი პუტინმა დაიწყო. პუტინს არავინ აიძულებდა საქართველოში შეჭრას. ის შეიჭრა. პასუხისგებლობაც მას ეკისრება. ამერიკელი ყოფილი ოფიციალური პირები, როგორც ბუშის, ისე ობამას ადმინისტრაციიდან ამბობენ, რომ დასავლეთის მთავარი შეცდომა აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობებში დაბრუნება და ეგრეთ წოდებული გადატვირთვის პოლიტიკა იყო. რა თქმა უნდა, სრულიად ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომის შემდეგ რუსეთთან ჩვეულებრივ ურთიერთობებზე სწრაფად დაბრუნება ამერიკისა და მისი მოკავშირეების მხრიდან შეცდომა იყო. ომის შემდეგ საკითხი ობამამ გადაიბარა და მისი მიდგომა პუტინთან მკაცრი დაპირისპირება არ ყოფილა. მისი მიდგომა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა იყო. ვიხილეთ ჰილარი კლინტონის და ლავროვის წითელი ღილაკის სპექტაკლით. ასე დავიწყეთ რუსეთის მიმართ არა მკაცრი ზეწოლით, არამედ სხვა გზით მოქმედება. როდესაც ობამას ადმინისტრაციაში პენტაგონში თანამდებობა დავიკავებ თქვი, პუტინს ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. ჩემი აზრით, საქართველოში რუსეთის შეჭრის გზავნილის გააზრებაში დიდი ჩავარდნა იყო. არსებობდა განცდა, რომ რუსეთი მეორეხარისხოვანი ქვეყანა იყო და არაფრის გაკეთება არ შეეძლო. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის ზრახვების შესახებ გაფრთხილება იყო, რაზეც დასავლეთის სუსტმა პასუხმა მოსკოვს საშუალება მისცა აგრესია გაეგრძელებინა. ეს არის შეფასებები, რაც აგვისტოს ომის 18 წლის თავზე ვაშინგტონში ისმის. 9 აგვისტო რუსულ იმპერიალისტთან თავგანწირული ბრძოლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია. 2020 წელს ბელარუსი ხალხი აღუდგა მძიმედ გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს და უპრეცედენტო მასშტაბის პროტესტი წამოიწყო. ბელარუსული უფლებადამცველი ცენტრის ვიასნას მონაცემებით, იმ დროს პოლიტიკურად მოტივირებული დევნის 100,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ლუკაშენკას რეჟიმის სისასტიკეს სულ მცირე 10,000 ადამიანი დაექვემდებარა. ამ მოვლენების შედეგად ასევე 10,000-ობით ბელარუსი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. პოლიტპატიმრების ნაწილი ბოლო წლებში აშშ ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა უმეტესობა გათავისუფლების თანავე ქვეყნიდან გააძევეს. 6 წლის მანძილზე 9 ადამიანი ბელარუსის რეჟიმის პატიმრობაში გარდაიცვალა. უფლებადამცველები პოლიტიკური ნიშნით დაკავებებისა და ახალი საქმეების შესახებ ბელარუსში კვლავ იუწყებიან. Не стверждаем тут свое право быть вольными людьми на вольной земле. Тяжелое это ყველაზე რთულია პირველ რიგში ის ტკივილი, რომლითაც მთელი ეს 6 წელია ვცხოვრობთ. ეს დაუსრულებელი ტკივილია. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების გათავისუფლება დაიწყეს, დიდი ნაწილი მაინც ციხეშია. იტანჯებიან არა მხოლოდ პოლიტპატიმრები, არამედ მათი ოჯახებიც. ჩვენ დავბრუნდებით არა იმ ბელარუსში, რომელზეც ვოცნებობდით, არამედ турბულენტურ ბელარუსში, სადაც ჯერ კიდევ რთული იქნება. მე ასე წარმომიდგენია, ეს იქნება მომენტი, როცა შევძლებთ დაბრუნებას ისე, რომ მაშინვე არ დაგვიჭირონ, თუმცა შიგნით ჯერ კიდევ ბრძოლა იქნება. დღეს ამით ვასრულებთ. დაელოდეთ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ქართულ პროგრამას ვარშავიდან ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა. გვჯერა, რომ ევროკავშირი საქართველოს მომავალია. ნახვამდის.